Nevi, Lupa da Lexo, ორივე ბუნდესლიგის მოჭიდავეები. ორივე ძმები არიან ფენომენები. ახალი დაწყებული მაქვს ვარჯიში. მაგრამ ბავშვია, ყველას ვერ დაეხმარება. ამდენი მედალი რო გაქვს და მაინც გიწევს რომ დამატებით იმუშავო. მოგესალმებით მეგობრებო. რესტორან ნიკალდან. ნიკალს ახალი ფიზიოლოგია ჰანოვერში და დაგვისმო ადგილი ინტერვიუს შესაძლებლად. არის საინტერესო იდეკლი სოსებია. მე კიდევ უფრო ახლოს და ახლოს გაგაცნობ. ჩვენთან ერთად არის ღვინის მაღაზია ქვევრი, რომელიც ფაუს უდგას უერთში და ჩვენ დღეს ერთად წერთ უკვე ვიდეოებს. ქვევრის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან საიტზე, რომელიც მოცემული იქნება აღწერაშიც. ქვევრი წარმოდგენილი ხეხვის ღვინოთი, ეს ღვინო არის ფერიანის წარმოების, ეს განმეცემი შეიძლება. ხიხსო პირველად სხვათა შორის ქვევრის საქმე. მაგარი ღვინოები, კაი ღვინოები სხვათა შორის და ერთი ორი გავაცინჯე და აი მართა მომეწონა. შეიძლება ქვევრის ღვინოებიც ან ბევრი ღვინო წავებული ინტერვიუებისთვის და ნელა გავტესტავთ ყველას, მაგრამ ხიხს ველოდებოდი განსაკუთრებულად. დავიმაჯოს. გაგვიმოედეს აბა. გითხარი საიდან დაიწყო შენი ამბები? აი ემიგრაციაში ბავშვები რო არიან, ახლა იზრდებიან, აი ქართული ჭიდაობის სკოლას მაინც ვერ გადიან რა და ჩემი მიზანიც ეგაა რომ აი ქართული ჭიდაობა, აი ქართული სული, აი რაღაცა რომ ჩავნერგო ახალ თაობაში. მე არ ვიცოდი რომ ამდენი ბავშვი და ამდენი ხალხი ვარჯიშობდა ძიუდოს ქართველები. ქართველები კი. ჩვენ ვიყავით ლინდენის ძიუდოს სკოლაში. გადავიდა რაღაცები, ჩავწერე ქართველები, ვინც იქ ვარჯიშობდნენ. ეხლა მაგას ნახავთ და გავაგზავნებთ ჩვენს ინტერვიუს. რამდენი ყოფილი ვიც? შენ გაგვაცხნი ის დავიწყე. Nevi, Lupa da Lexo, ორივე ბუნდესლიგის მოჭიდავეები, გოგნაძეები. სხვათა შორის მე და ლექსო გავხდით შარშან ვიზიორები. გერმანიის თას. კაცებში მეტალი გიყვარს პარადა. Шупока маესტერი მაინც. სონაში ვიყავით და მაგის გამო უწევდა 5-6 ფილოსოფია, რომ ერთმანეთს არ შევხედოთ. აი ყო რამოდენიმე ტურნირი, სადაც შევხვდით ერთმანეთს ფინალში მოგვიწია მაინც ერთმანეთთან შეხვედრა. პირველ მეორე გაიგე. ჩვენს მოგვიწევს ოჩი სამშობლო. თქვენს ხარ ხო? რომელმა მოუგე? ერთი დამიტოვე რომ გვეტყვი ჩემი ნამერე. პატარა ჩემზე თო. იო ნახე, პატარა. იო გავიზრდით ხომ მე. აი. უნდა თონდილა ვაგიმონის სამწელი. მიკროფონი შეხება. ვაგიმონის სამწელი და ჩვენი გამიჩნდა. და ზოგადად მიტრო ამბის გამოგრაღაცა, მაგრამ მე ლექს. და გამიჩნდა. ტექნიკის კარტი დეკემში. და ეხა ჩემი გუნდაები ამის მაინცშატი წავედი გერმანიას და ამერიკელებს ამის შომა შომა მაგას მოიგე მე ჩავწერეთ რა პრობლემა მე ვარ დიმიტრი ჯაფარიძე ჩვენთვის ერთი წლის უკან ძიუდოამწე და ამ სამში ყვითელ კამარისთვის მუშაობ და მე რომ იქნება მინდა ვიჩხუბო ძიუდოში და მინდა ერთხელ კონგრესსა. და გიდა ოლიმპიადა უნდა მოიგოს რა? კი. ბოქსის სკოლაზე ხარ? კი, ბოქსის სკოლა. შენაგვიდან გამოვიდა ის გამო რომ ძიუდო ეხარაში. ოლიმპიადის მოგებები. მომავალ ჩემპიონებში ვარ. ახალი დაწყებული მაქვს ვარჯიში დიდი ხნით გერმანიაში ვარ, მაგრამ მიანებოე გუნდი და სამწუხაროდ არ მაქვს ბევრი მეტალი, მაგრამ იმედია მოვიწყო შეიძლება
შეჯიბრებზე არ გავსულა, იმიტომ რომ მიან გამიკეთდა ჯუდო პასპორტი და როცა გამიკეთდა უკვე მივიღე ზურგის დრამა და პრინციპალია საქართველოში ჯელდი ბერძნულ მოვს, კლასიკურს. საგარეჯოში. არის კახეთის რაიონი. რამდენი ხანი არის გერმანიაში? გერმანიაში მე ვარ 3 წელი და 2 თვე. ან 14. რამდენი რაღაც მომასწრე. ეს არ მომიწევს. Instagram-ზე გამომწერე. როგორ ეს არ მომიწევს. ჯომა გიორგი 12 წლის მაქვს არც ისე პრეტენდენტი ჩატარებული, მაგრამ ვარ ნიდერლანდების ჩემპიონი. ნიდერლანდების ჩემპიონი მარტივია. ძიუდოისტვის მნიშვნელოვანი სპონსორი გქონდათ, ხო? ეს სპონსორი ძალიან რთულია. ან უნდა შეუთავსო მუშაობა და სპორტი ერთმანეთს. აი, მაგით შენ სწორ გზას არ ახლა. გამოიწევ ეს კაცი. შენ თავის ძიება, მაგრამ შენ უნდა გააკეთო. აი სპონსორობაზე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხატო რესტორან ნიკალას, ძალიან ჩვენ გვერდში არის და ატელიე ლილას. ეს და უამრავი ქართველი არის კიდე, რომელიც გეხმარებიან, აი ამის შეჯიბრი არის, ან შენ მივყავართ მაგარი ან რაღაცა ამ შეჭია და ელემენტარულად დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი და თუ ვინმე ესეთი გამოცევა რომ აი ჩვენი დახმარების სურვილი ექნება, შევაპირებთ ქართული სკოლა გავხსნათ. მაგის კერმენის სწრაფით რომ აი ჩვენი გამოცდილება მომავალთაობას გადავწყვეტ. ქართული სკოლა, ქართული ჭიდაობა არ დავკარგოთ, ეს აი ძალიან დიდი საფუძველია. ჩვენი გრაუნდი არის ეცნება ქართული ჭიდაობა. შეგიძლიათ ახმარება, მგონია ყველაზე კარგი საქმე არის, სადაც შეგიძლიათ თქვენი ფული ნახოთ. რა კარგი ღვინო არის. არის კი და ცოტა შემაწეთა მგონი. აი ღვინო, გემო, ძალიან გემრიელი ღვინო. მადლობა ქვევრს. გამოჩ. იქ ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ძალიან აშკარად იტყობათ, რომ უყვართ ძალიან ძიუდო და უნდათ რომ ამით დაკავდნენ რა, მაგრამ იქ იყო კიდე ლუკა მაგალითად რა. იმდენი ისინი მოიტანა მედლები, რომ რა ვიცი, უწევს დამატებით მუშაობა მაგის პარალელურად. ეგ არის, აი ეს არის, რომ აი სპორტსმენს არ არის, ახლა რომ იწყებს სპორტს, მაგალითად ლუკას თემაში და ლუკას ორივე ძმები არიან ფენომენები, რა ბავშვები არიან, მართლა მეძლები ხურჯინით მოიტანეს და აი შეჯიბრებზე რომ მიდიან, აი ქალაქიდან ქალაქში რო გადადიხარ 400-500 კილომეტრს გაულაგიწევს. წინა დღეს არის წონის ჩაბარება, მე ხომ და დაარჩე სასტუმრო, აი ყველაფერი მაგ წინასებთან არის დაკავშირებული მოკლედ. და აი მე 3 თვის უკან მივიღე წამო და იმ 3 თვის განმავლობაში ლუკას მუშაობდა, აი ბევრი ტურნირი შეჯიბრი გამოტოვა, ძალიან ბევრი ტურნირი. აი ამდენი медаლი რო გაქვს და მაინც გიწევს რომ დამატებით იმუშაო ძალიან ის. აი ტალანტები კარგებიან, აი ესეთი ბავშვები, ისეთმა ბავშვებმა გაიარა ჩემ თვალწინ და იმდენი ტალანტით აიკარგა, აი იმ ოქონობის გამო, მეტი კი არაფერი რომ მე რაც შემიძლია ვეხმარები, აი ვასწავლი ჩემი ფინანსებითანაც აი ვეხმარები რა, უმამრავი ბავშვია რა, ყველას ვერ დაეხმარები რა. ხო და ამიტომ ვინმე რო არ დაიჩაგროს ამისთვის აი ცოტა სპონსორი ისეთი რომ აი ამ ბავშვებს დავეხმაროთ, აი რაღაცა ხელი შეუწყოს რა. ის ფული ჭირდებათ რაღაც ჭირდებათ ისე. ხო და აი კრედიტ ერთმანეთს დავუდგებით, ერთმანეთს დავასპონსორებ. სპონსორი ძალიან მნიშვნელოვანი არის და აუცილებელი არის მაგ საქმეში მე რაც უყურე რა. კი და მაგიტო აი ელემენტარული ხო მაგრამ აი ნიკალას რესტორან ნიკალას დიდი მადლობა რომ ჩვენ გვერდში სპორტსმენების გვერდში დგას ლელას ატელიე ლილას აი ძალიან დიდი მადლობა ჩაწერილი ყავს ატელიე მე გეცოდნებათ ეგ ვიდეო თუ არ გახსოვთ გამონათდება ეხლა ლილასაც მადლობა აი ძალიან აი შენ კემან რაღაცია საზურგე ხო აი შეჯიბრიდან ერთი კვირა მაგალითად ერთი კვირას ერთი შეჯიბრია მეორე კვირას მეორე რა ანუ ისე გიწევს რომ ეს საზურგე უნდა აახიო მეორე უნდა დააკრა და აი ლილა ატელიე ლილა მაგრამ გვეხმარება რომ აი მოკლედ დროში ყველაფერს გვიკეთება გვეხმარება არის ძალიან საყვარელი გოგო და მაგარი საყვარელი გოგო და მადლობა
კარგია რომ გვერდში გიდგას ხალხი. მაგრამ არის იმის შესაძლებლობები რომ აუცილებლად გააკეთო ძიუდოს მხრივ რაღაცა ან მაგათ მე დავიწყე ხა წელს აუცილებლად და უკვე ვიწყებ რომ ტენის ლიცენზიის აუცილებლად საკეთებს. ესეთ აუცილებლობებზე შენ გიწევს რომ გადაიხადო რა. მაგრამ განსხვავება ის არის რომ ხანგრძლივობა ხო? ეხლა ზოგადად აუცილებლობები გრძელდება 3 წელი და შენი აუცილებლობი 1 წლიანია ხო როგორც მითხრა. შენ აკეთებ ძიუდოს მწვრთნელის აუცილებლობას ახლა? ანუ ეგრე კონკრეტულად რო დაამთავრებ იმენ ძიუდოს მწვრთნელის სერტიფიკატი. ეს კატეგორია. შენ ხა იწყებ ხო? ეხლა ვიწყებ. ჯერ არ დაგიწყე. წარმატებებს გისურვებ. აი ხა მადლობა. შემდეგ ვიდეოს ჩავწერთ, როცა უკვე სერტიფიცირებული მწვრთნელი იქნება. კი და იმედია მოგვიწევს ერთი გადაღება ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები რო გვეყოლება ეს გერმანიის ჩემპიონები ისედაც ყავს მაგრამ აი ეს ოლიმპიადა მსოფლიო მოკლედ მეგობრებო თეონა და თამონა არიან ორი საყვარელი გოგო ჰანოვერიდან რომელსაც აკეთებენ ესეთ სასიჩქარე ბოქსებს და ამ ბოქსის ღირებულება არის 15 евро თან მოყვება თაფლი და ეს ოგოები არიან პირველები, რომლებმაც შემოიტანეს გერმანიაში თაფლი. თავის სასაჩუქრ ბოქსით. ეს თაფლი იქ იძღვინო, მოკლედ ყველაფერი შენთვის მეჩუქებია. მადლობა დიდი, მადლობა. გაიხარეთ. ამ გოგოების Facebook გვერდის მისამართი იქნება აღწერაში მოცემული. შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეუკვეთოთ რაც თქვენ გულს გაუხარდება ფასზე ერთად შეთანხმებით. მიტანის სერვისი აქვს, თელ გერმანიაში შევიდეთ მოგაწოდების მიერ ქალაქში. მოკლედ თქვენიცით და თამონამ და თეონამ. ქართველისგან ძალიან კარგი საჩუქარია. თან ამას რო ჩუქნი, მე გეკითხება ეს რა არის. მე უხსნი რა ეს ხინკალია და შეგიძლია ნიკალაში მიხვიდე. მადლობა შენ დიდი. პირველ რიგში მადლობა შენ სპონსორებს, მადლობა საჩუქრებისთვის და არ საქმეს აკეთებ. შენი ვიდეოით ბევრი რაღაცა სიახლეები მე 4 წელი ახლა მაგრამ შენი ვიდეოით ბევრი სიახლეები გავიქე მე